გამარჯობათ, მე გიორგი ურუშაძე, ვარ 24 წლის, ვარ პროფესიონალი ბარვეითერი. დავამთავრე ბარტენდერის კურსი, მაგრამ ცოტა მეტი ექსპერიენსისთვის ავედი საკრუიზო გემზე პოზიციაზე ბარვეითერზე. ეგ იყო ჩემს დიდი გამოცდილება. სიახლე ყველას მნიშვნელოვანია, რაც მჭირდებოდა ცხოვრებაში. გავიარე ძალიან კარგ ადამიანებთან ყველაფერი. ძალიან პროფესიონალ დონეზე შევისწავლე, უფრო დავხვეწე ბარი, რაც იქ ძალიან გამიმართვიდა. ინგლისური ენის ბარიერი ძალიან კარგად გადავახე, იქ უფრო განვითარდებით დარწმუნებული ვიყავით მაგაში, იმიტომ რომ იქ უფრო სხვა გზა არ გაქვს, იმიტომ რომ თანამშრომლები არის ინგლისურ ენაზე მოსაუბრეები, უფრო განვითარდებით და ყოველივე შებრუნებით დაბრკოლებას, რაც თვით რომ არ გაქვთ ბარიერის ინგლისურის, იქ უფრო გავღვევთ. გადაწყვიტე, რომ ჩემთვის რაღაც სიახლე მეპოვნა, რაღაც თან მემოგზაურა, ქვეყნები მენახა და ესეთი ჩემო მეგობარმა მითხრა, რომ არის ესეთი საკრუიზო მოსამზადებელი ცენტრი, სადაც ამზადებენ ბარტენდერებს, მივედი და ბარვეითერებს, მივედი, ძალიან კარგი გარემო დახვდა, ძალიან კარგი პროფესიონალ დონის ლექტორები იყვნენ, რომთანაც ძალიან კარგი იყო ჩემთვის მუშაობა, ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე ბარის მხრივ, თავისი ისტორიებით, თავისი გემოებით, ყველაფერით, რაც ჩემთვის ძალიან კარგი იყო, დიდი გამოცდილება მივიღე. გემზე ამსვლის წინ ფიქრობდი იმაზე, თუ რა გამოწვევა მექნებოდა იქ. კი, ის ვიცოდი, რომ იქ დამხვდებოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანები, სხვადასხვა რელიგიის, შეხედულებების, ვიცოდი დიდი დაბრკოლება მექნებოდა, იმიტომ რომ ჩემს გარდა იყო ძალიან ბევრი მომუშავე ადამიანი და იქ უნდა წარმომეჩინა ჩემი თავი. ავედი იქ, სადაც ნოლიდან იწყებ ყველაფერს, უნდა წარადგინო შენი თავი, შენი ქვეყანა. მოლოდინი მქონდა ის, რომ მუშაობა მეგონა რომ ცოტა ადვილი იქნებოდა, მაგრამ ძალიან რთული იყო თავიდან, პირველი ერთი თვე, მაგრამ ბოლოს ადამიანი როგორც წესი, სადაც მიდის და იცის, რომ იქ უნდა გაიტანოს თავი და წარაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, უნდა იყოს იმისთვის მზად, რომ იქ არის ძალიან რთული და ყოველი წუთი რომ მნიშვნელოვანია სამუშაოსთვის და სულ ხარ აქტიურად, არ ახარ მოდუნებული, იმიტომ რომ იქ არის მუშაობა, რაც აი აქამდე მიმუშავე აქ, საერთოდ არანაირად ახლოსაც კი ვერ მივა იქაურ მუშაობასთან, იქაურ რეჟიმთან ცხოვრების. სამუშაო გრაფიკი იყო ცოტა განსხვავებულად, თუ მაგალითად ვიწყებდი დილის სმენა მქონდა 5:30, 11 საათი გამოგვდიოდა ჩვენ მუშაობა, გრაფიკი 11 საათიანი დღეში. ვიწყებდით 5-6:30-ზე, დილის სმენაში ვიყავით. შემდეგ გავთავრებდით 12:30-ზე და სრული 4 საათნახევრიანი ოფი გქონდა დასვენების. და ვის როგორ, მაგალითად მე იყო პერიოდები, როცა ძილს ვანიჭებდი დიდ უპირატესობას, ვიდრე აი გარეთ გასვლაზე, მაგრამ ბოლოს იქ აბათილებ ყველაფერს, როცა თვლი რომ აი მაგალითად და იგივე ქვეყანაში გვიწევდა ხშირად ჩასვლა. მაგრამ იყო ისეთი დღეები, სადაც აი სტაფი ერთად გავდიოდით, მე უფრო მეგობრდებოდით ერთმანეთში. იქ ჭამა იყო, გართობა იყო ყველანაირად. მაგრამ ისე 4 საათნახევრის უკან გობრუნდებოდით. ეს დილის სმენაში ვიყავით, ვიწყებდით 5:30-ზე, ვამთავრებდით 8-ზე, 1 საათი შესვენება გქონდა და მე 9-ზე ვასრულებდით, 10-ზე ვასრულებდით სმენას. ეს იყო დილის სმენის გრაფიკი, ხოლო იყო შუა დღიდან 12 საათზე ვიწყებდით, ვამთავრებდით 4 საათზე. მე 4-დან 7-მდე გქონდა თავისუფალი დრო, მას მინდა იმუშავებოდით, ჩვეულებრივად კრიუბარი, სპორტი დაკავება, PlayStation-ი თამაში ჩვეულებრივად, იდეალურად იყო ყველაფერი დრო გადანაწილებული. და შემდეგ უბრალოდ ის იყო, რომ 7-დან იწევდი, მე სადღაც ხამის 2-3 ესეც დროს ამთავრებდით სმენას. ჩვენს ხელმძღვანელობას კი კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენთან, კი ბევრს ითხოვდნენ ჩვენგან, ბევრ რაღაცებს, საყვედურსაც გვაძლევდნენ, მაგრამ ეს იყო უკვე ადამიანზე დამოკიდებული.
პირველი ერთი თვე, ну რა თქმა უნდა, ეხლა როგორც უნდა ადაპტაცია უნდა გაიარო სამუშაო ადგილთან და ასე თუ ისე რო არის რაღაცეები, ცოტა გიზნელდება სწორად გაკეთების საქმის. მაგ შემთხვევაში არის რომ პირველ ერთ თვეს ყველა გაკვირდება, თulis რომ გამოწმება, რაღაც გარკვეულ გამოცდასაბრად გიტარებენ და თუ გადალახავთ ამ ყველაფერს, შეულებლებად მე რა ყველანი ძალიან დაგიმეგობრდებიან. თავარია რომ საკუთარ დროზე უნდა მიხვიდეთ სმენაში, უნდა იყოთ მოწესრიგებული, წვერი გაპრსული, უნიფორმა რა თქმა უნდა სამუშაო უნდა იყოს სუფთა. ეს იყო სამი მთავარი კრიტერიუმი, რასაც თუ კარგად გაართმევდით თავს, შეულებრივად ყველანი კარგად იყო შენს მიმართ განწყობილი. კი, სხვადასხვა მიმიღია საყვედური, ერთი რამოდენიმეჯერ დაგვიანებაზე. ხო, ეგ იყო რაღაც ცოტა ისეთი, რასაც მანდ უფრო აქცენტ ყურადღებას და რაც არ უნდა გააკეთოთ მეგობრებო. აი, თუ არ დააგვიანებთ, ვერავინ შეგეხებათ, ვერც ვერავინ ვერ შენიშნასაც ვერ მოგცემთ. თავარია იყოთ პუნქტუალურები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მეგობარი გავეჩინე. ბრაზილიელები, ფილიპინელები, ინდოელები, ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობა, ცხოვრება, დილით ბარის გახსნა, ღამით დაკეტვა, ძალიან გავსხვდება ზოგი შეხედულებებით, ზოგი თავისი რელიგიით, ყველას თავისებურად პატივისცემთ ყველა ერთმანეთს, თავისი ხუმრობებიც ჰქონდა ერთმანეთში და ძალიან ეს თუ ისე არის კარგი გამოცდილება, როცა გაქვს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მუშაობის გამოცდილება რა. უფრო გაგიმარტივდება შემდეგ კონტრაქტებზე, უფრო მიხვდები მათ რანაირად უნდა მიუდგე, რანაირად უნდა გაუღვიმო, როდის არ უნდა გაუღვიმო და ასე შემდეგ. შემოსავალი, რა თქმა უნდა, კარგი იყო, კი, კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით, დამატებითიც არის, რა თქმა უნდა, იქ თვითონ კონკრეტულად ადამიანზეა დამოკიდებული, იქ თუ კარგად წარმოარჩენ თავს, კარგად გაყიდი, სტუმრებისგან კარგ შეფასებებს მიიღებ, თავიანთი ლამაზი ბონუსებიც აქვს, თავიანთი ტიპსებიც და დიალოგურად კმაყოფილი ვარ ყველანაირად. ყველაზე სასიამოვნო მომენტი, აი რაც აქამდე ჯერ არ გამიცდია, ის იყო რომ აი კი აქ მიმუშავია, სადღაც საქართველოში ვიყავი, მაგრამ როცა გადიხარ შენი ქვეყნიდან და მიდიხარ საკრუიზო ოკეანეზე სამუშაოდ და იქ საკუთარი ბეიჯერი გვაქვს, სადაც სახელი გვარი და ეროვნება წერია, საიდან ხარ, რომელ ქვეყანას წარმოადგენ. ეგ იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება, როცა ვიცოდი რომ ქართველი ვიყავი და ყველა რომ მეკითხებოდა, საერთოდ წაიკითხავდნენ. აი საქართველო როცა ეწერა, ჩემთვის ძალიან საამაყო მომენტი იყო. და კარგად როცა ვარქმევდი თავს ჩემს ყოველდღიურ თავგადასავლებს, ძალიან კმაყოფილი ვიყავი და სასიამოვნო მომენტი იყო და აი ნამდვილად შეიგრძნობთ ამ ყველაფერს, როდესაც აი გახვალთ და აი ჯორჯია დაგეწერებით მეგობრებო. ყველაზე უსიამოვნო მაინც ის იყო, რომ აი გენატრება რა საქართველოს მეგობრები რაღაც აი ცოტა უსიამოვნო ემოციები გააქვს რა იქ რომ ხედავ რომ აი სიტყვაზე ჩვენ ახლა ქართველები ბევრი არ ვიყავით, მაგრამ იქ რაღაც ერთმანეთს ავსებდნენ რა ის ბევრი თუნდაც ის ინდოელოს ერთად იყო ის ფილიპინელები, აი თავიანთი ენაზე რომ საუბრობდნენ, იქ ცოტა უსიამოვნო ფაქტად აღიქვა, იმიტომ რომ გინდა რომ იკონტაქტო, იმდენად ცოტანი ვიყავით, რომ ვერ ხში აიყოფილა, რომ კვირაში 1-4 ჯერ მომწია ქართულად საუბარი, ისიც 10-20 წუთით. ეგ იყო ჩემს უსიამოვნო ფაქტი. სახლის გამოქცევის და წამოსული კი მქონია, იყო ეგეთი ამბები. მაგრამ აი მაშინ როცა ფიქრობთ რომ აზრი არ აქვს და ისე ანუ აღარ შეგიძლიათ ყველაზე დიდი ძალა ისწოდ მაშინ დაიპოვოთ, იმიტომ რომ აი ყველაზე მეტად აი როცა ამბობთ რომ ანუ აზრი არ აქვს, ჩაალაგებთ, ჩამილაგებია, მაგრამ არ წამოსულა, იმიტომ რომ რაღაც ძალა ვიპოვე ჩემში, საიდან წამოვიდა, რაღაც უხილავი ძალა იყო, რომელმაც რაღაც უცნაურად დიდი ენერგია მომცა და გამოგზელებინა იყოფნა. ასევე ეგეთ მეგობრებზეც დამოკიდებულია. თუ როგორ მეგობრებს გაიჩენთ იქ, თუ როგორ ადამიანებთან დამეგობრდებით, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდით ვინ გიდგათ. რა თქმა უნდა, კი, აუცილებლად.
არა მეზღვაურისთვის, მაგალითად ჩემ შემთხვევაში მეზღვაურსაც მქონია გამოცდილება. ცხოვრება არის ძალიან კარგი. მაგალითად იმისთვის, რომ აი არის ხდი საცხოვრებელში, არის ხდი გაზს, არის ხდი არაფერს, ინტერნეტს, ჩვეულებრივად ყველაფერი გაქვს. გარემო ისეც გიქმნის იქაური, იგივე გავაიგივებ უკვე სახლთან, იმიტომ რომ როცა ხარ 8 თვე, ერთ კონკრეტულ ლოგინში იძინებ, ერთ კონკრეტულ კარს აღებ, ეგ უკვე შენთვის სახლად გადადის. და იმ სახლში უნდა პოვო ის სულიერი სიმშვიდე, რაც ნამდვილად ცოტა რთულია რომ იპოვო, მაგრამ აი დამიჯერეთ დროთა განმავლობაში ყველანაირად ძალიან იდეალურად შეიქმნით იმ სახლის აურას, სადაც მოგიტანთ ცხოვრება. მე ახლა შემდეგ წამოსველ ბავშვებს უსურვებ, რომ იყვნენ პუნქტუალურები, შემართება ქონდეთ იქს, რომ არ მიდიან რაღაც სახალისოდ, გასართობად, იქ მიდიან სამუშაოდ, ну რა თქმა უნდა, იქ ხალისი გექნებათ. იქნება ის კრიუ ფართები, ის კროუსინგის გადაკვეთა, სადაც მხოლოდ სტაფი იქნებით და უფრო დამეგობრდებით. გირჩევთ, რომ არ ჩაიკეტოთ რა. ხო, აი არ ჩაიკეტოთ, რამე მოგაწოთ ფიქრები, ისაუბრეთ, გამონახეთ ვინმე იპოვეთ, ისაუბრეთ და თუ გაგიმართლათ და სუსტად ვიცი რომ გაგიმართლებთ და ძალიან კარგ პიროვნებას ამოარჩევთ, აი დიდი გემის თვითონ დიდ გემზე მყოფ პიროვნებებისგან და მომუშავე მეგობრებისგან და იგი თვითონ ძალიან გვერდით დაგიდგებიან. იქ ძალიან ოჯახური სიტუაციაა. ხვდებიან რომ ვინც პირველ ამოსულები არიან და პირველი კონტრაქტია სხვანაირად უდგებიან, ვინც მეორე და მესამეზე ცოტა სხვანაირად უდგებიან. ამიტომ იყავით პუნქტუალურები და ერთადერთი რასაც გირჩევთ რომ არ დააგვიანოთ სმენაში და იყავით მოწესრიგებულები, ღიმილი და რაც უფრო მეტად ენერგიულები იქნებით და რაც უფრო მეტად გაიღიმოთ, დამიჯერეთ აი მაგ ყველაფერს თქვენ თვითონ მიხვდებით რაც გულისხმობ. პროფესიულ ჰაბს რაც შეეხება მადლობას გადაუხდი ისეთი პროფესიონალი პედაგოგებისგან მიღებული ცოდნამი ძალიან გამომადგა როცა კოლეჯზე ავედი ასევე უსურვებდი რომ შემდეგი სტუდენტებისთვის იყოს კარგად უფრო განვითარებული ყოფილიყო გაყიდვებისა და მომსახურების სერვისი რადგან მათ იქ ძალიან გამოადგებათ და საჭიროც არის ეს ყველაფერი. მადლობა.